კუბიკის რუბი თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც მაგიური კუბი, მექანიკური თავსატეხი, რომელიც გამოიგონა უნგრელმა სკულპტორმა და არქიტექტურის პედაგოგმა ერნო რუბიკმა. თავსატეხი პლასტმასის კუბია, რომელიც გარედან უხილავ ღერძებზე მბრუნავი 26 მომცრო კუბისგან შედგება. მოთამაშის ამოცანა შემდეგია. ყოველი ზღვარი ისე უნდა დაალაგდეს, რომ ერთი და იგივე ფერის კვადრატებისაგან შედგებოდეს. 2009 წლის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით სულ 350 მილიონი კუბიკის რუბი იყო გაყიდული. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი თავსატეხი გახდა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი თავსატეხი და ბავშვებისთვის ძალიან კარგად ანვითარებს იმ უნარჩვევებს, როგორიც არის ინტელექტი, გონება, მეხსიერება და ნატიფი მოტორიკის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ეს იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, როდესაც ვიწევდა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. 1-2 ვიდეო ჩაწერის შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვებს ძალიან დააინტერესა ეს რუბიკის თემა და შემდეგ როცა დავბრუნდით საკლასო ოთახებში, ცოტა ხანი მოგვიწია კლასში სპორტის გაკვეთილების ჩატარება და გავაგრძელეთ შემდეგ ამ რუბიკის გაკვეთილები. რუბიკის კუბის აწყობა არც ისე რთულია. ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის რუბიკის კუბი, ცოტა დრო, მოთმინება და შეუპოვრობა. იმისთვის, რომ ისწავლოთ კუბის აწყობა, უნდა გესმოდეთ, როგორ მუშაობს და რა ელემენტებისაგან შედგება ის. ამას აქვს მისი ეტაპები, სულ შედგება 8 ეტაპისგან და რამე ჩემებურს ვერ მოვიგონებ რა. უბრალოდ მთავარია ბავშვებს ძალიან მარტივად მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ ეს ყველაფერი, რომ ვინც მარტივად ისწავლის, იმასაც ვავალებ შემდეგ, რომ მის მეგობრებს უფრო ასწავლონ. პირველი ეტაპის შემდეგ ვცდილობ, რომ მეორე ეტაპზე არ გადავიდეთ, რომ ეს პირველი ეტაპი კარგად განამტკიცონ ბავშვებმა და ყოველი ეტაპის სწავლების შემდეგ ვატარებ შიდა საკლასო ჩემპიონატს. იმის ცოდნა თუ როგორ მუშაობს კუბი არის თქვენი სერიოზული სამშენებლო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სწორი მოძრაობები და არ დაუშვათ შეცდომების შეკრების ყველა ეტაპზე. არსებობს თავსატეხის ამოხსნის სულ 3 მეთოდი: მარტივი, საშუალო და რთული. თქვენ ალბათ შეგვხედრიეთ ინტერნეტში ვიდეოები იმის შესახებ, თუ როგორ ამოხსნათ რუბიკის კუბი, თუმცა სულ სხვა, როდესაც ადამიანი პირადად გასწავლის ამას. დავით ონიაშვილის მოსწავლეებს კი ნამდვილად გაუმართლათ. ის პირველი პედაგოგია, რომელმაც სკოლაში რუბიკის კუბის ამოხსნის მეთოდის სწავლა დანერგა. დავითი სპორტის მასწავლებელია, ახლა კი სპორტის გაკვეთილებზე ბავშვებს სხვადასხვა ჩემპიონატისთვის ამზადებს. რუბიკს მეგონა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში მასწავლებელი ისე კარგად გვიხსნიდა, რომ მე ძალიან მალე ვისწავლე რუბიკის აწყობა. მე ყოველდღე ვარჯიშობ, რათა არ ჩამორჩე სხვებს და აუჩქარო აწყობას. ვცნებობდი კიდეც, რომ ამეწყო რუბიკი. ეს ჩემი პირველი აწყობის პროცესია, რომელიც გავედი მეორე ადგილზე და ძალიან მომწონს ეს ეტაპი. მინდა რომ სხვებსაც ესე გაუზიაროთ ჩვენი რუბიკის აწყობა. ჯერ ბოლომდე არ მისწავლია რუბიკის აწყობა, მაგრამ გავაგრძელებ, ვისწავლი აუცილებლად. მინდა რომ მომდოვებული ვიყო და ძალიან სწრაფად დავაწყო რუბიკი.